ოცნება აგრძელებს მოქალაქეების ტროტუარზე დგომის გამო ციხეში გაშვებას, ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს 3 აქტივისტის წინააღმდეგ მიიღო. ილია ღლონტი და გიორგი რომელაშვილი საპატიმროში 4 დღეს გაატარებენ, ციხის სასჯელს გადაურჩა, თუმცა სამართალ დამრღვევად გამოცხადდა ნინო აბზიანიძე. რა ხდებოდა ამ პროცესებზე, ქეთი ნადიბაიძე უერთდება ფორმულას ეთერს. გამონაკლისი არ აღმოჩნდა არც დღევანდელი დღემ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აქციის მონაწილეებს და უკავშირდება ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევას, დღეს იყო გამამტყუნებელი. ილია ღლონტი და გიორგი რომელაშვილი პატიმრობაში გაუშვა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, უფრო კონკრეტულად კი ყველაზე მეტი გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით არის მოსამართლე დავით მაკარიძის სახელზე. მან გარდა იმისა, რომ ორივე აქტივისტი გაუშვა 4 დღით ციხეში, გარდა ამისა კიდევ რამდენიმე გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. დღეს საერთო ჯამში არაერთი აქტივისტი გაასამართლა თბილისის საქალაქო სასამართლომ, როგორც ტროტუარზე დგომისთვის და ასევე ქუჩის გადაკეტვისთვის. მაგალითად, ილია ღლონტის შემთხვევაში საუბარია პროტესტის ტროტუარზე გამოხატვაზე. 17 დეკემბერს მოხდა ეს ფაქტი. რაც შეეხება გიორგი რომელაშვილს, მას უკვე ედავებიან 7 თებერვალს მარშის დროს სამართალ დარღვევას და მას პოლიცია ედავება, რომ გადაკეტა საავტომობილო გზა და სწორედ ამიტომ დღეს სასამართლომ ის 4 დღით პატიმრობაში გაუშვა. საერთო ჯამში არაერთი აქტივისტი გაასამართლეს დღეს, ორის შემთხვევაში, როგორც გითხარით, ეს იყო საპატიმრო გადაწყვეტილება, დანარჩენების შემთხვევაში იყო ფულადი ჯარიმა, ასევე გაფრთხილება და ნაწილის შემთხვევაში გადაწყვეტილების გამოცხადება მიმდინარე კვირის სხვა დღეებში გადაიდო. ველოდები გამომართლები განაჩენს ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ წელიწადზე მეტია უკვე აქტივისტები სამართლებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში და არც ერთ ჯერზე არ დამდგარა გამომართლებელი განაჩენი, შესაბამისად ჩემს შემთხვევაში ველოდები გამომტყუნებელ განაჩენს და ველოდები ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე. მომზადებული ვარ უკვე სასამართლოში პარკით მოვედი. შესაბამისად არ ვიცი, საქმის გაჭიანურებასაც არ ვითხოვ, მიჩვენორი დღეს გამოცხადეს განაჩენი. ასე რომ არ ვიცი, თავად მოსამართლეს უნდა ექნებოდეს იდეაში დისკომფორტი, იმიტომ რომ მუხლში სასჯელის სახედაზომადან განსაზღვრული აღარც ერთი მუხლი აღარ არის, გარდა პატიმრობისა. ილია ღლონტს 4 დღე მიუსაჯა ტროტუარზე დგომის საქმეზე მოსამართლე მაკარაძემ. რა შეიძლება ითქვას, არაფერს სამართალთან ამ გადაწყვეტილებას ახლოს არ გაუვლია არასდროს და ვერც გაივლის, რადგან ეს არის სრულიად ღირსებისა და თავმოყარეობისა და თავისუფლების შემლახავი გადაწყვეტილება. შეუძლებელია ქვეყანას ვაშენებდეთ რაღაც ნორმალურ ქვეყანას და ტროტუარზე გაპროტესტების გამო 9 აპრილის მემორიალთან დგომის გამო ადამიანებს ვიჭერდეთ, ხო, ეს 4 დღე ბევრი არ არის, მარტივად გადაიტანს სილო ამ 4 დღეს, უბრალოდ აი უსამართლობის განცდა გრჩება, რომელსაც და ვებრძოლოთ და რომელიც უნდა შევცვალოთ აუცილებლად. ეს არის შესაშინებლად ამოქმედებული მექანიზმი, რომ ადამიანები შეაშინონ, რომ აფიქრებინონ, რომ ტროტუარზე დგომაც დასჯადია, გზაზე ვთქვათ დაყოვნებაც მარშის შემდეგ დასჯადია და ყველაფერზე რომ ყველას რომ რაღაც სასჯელი დაექვემდებარება და რაღაცა დასჯის მექანიზმი მოიძებნება ყველას მიმართ. ეს რო აფიქრებინონ ადამიანებს და შეწყვიტონ პროტესტი, ამ პროტესტს ებრძვიან. ეს არის ყველაფრის არსი. თქვენ მოისმენთ გიორგი რომელაშვილის ინტერვიუ, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ იქამდე, სანამ ის ხდომა დაიწყებოდა და მოსამართლე დავით მაკარიძე მას 4 დღით ციხეში გაუშვებდა და ის დღეს სასამართლოში მივიდა მომზადებული შესაბამისი ნივთებით, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მაკარიძემ დღესვე, როგორც გითხარით უკვე, ილია ღლონტის ასევე 4 დღით გაუშვა ციხეში და დღევანდელი ყველაზე მეტი გადაწყვეტილება, გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არის სწორედ ამ მოსამართლის ანგარიშზე. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოველდღიური დღის წესრიგის ნაწილად იქცა უკვე ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამო ადამიანების ციხეში გაშვება. მიმდინარე კვირას კიდევ არაერთი აქტივისტის საქმეა ჩანიშნული და არაერთი გადაწყვეტილების მოლოდინში არიან ისინი.